უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით 20,000-ზე მეტია უკანონო არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა და უკვე შარშან გასული 1 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს, ამას ემსახურება, მათ შორის დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ თქვით არაერთხელ, რომ თვითონ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას და უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტამენტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენ სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალებიდან პერსპექტივაში მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, ამას საოცრებად გავაკეთებთ. ჩვენ როგორც საზოგადოებას არაერთხელ უთხარით და საზოგადოებამ კარგად იცის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც საკანონმდებლო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით და სწორედ შესაბამისად დღეს გვაქვს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი როგორც თანამედროვე ტექნიკური თანამედროვე სივრცეებით მოწყობილი, გათვლილი 150 თანამშრომელზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული და მოგეხსენებათ მე წინა კვირას საზოგადოებას კვლავ მოვახსენე, რომ 25 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ გეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მიგრაციის დეპარტამენტი უკვე გაძლიერებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით შეძლებს, რომ შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რაც არის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების ქვეყნიდან გაძევება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიგრაციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილია თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, ხდება მათი როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე ახალი ავტომობილებით, სპეცსაშუალებებით აღჭურვა, იმისათვის, რომ ეფექტურად აღვასრულოთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც კანონით არის განსაზღვრული, ასევე ის დასახული პოლიტიკა, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი მიგრაციის დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მიგრაციული პროცესების მართვას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქცენტი კეთდება არალეგალური მიგრაციის პრევენციაზე, რისკების შეფასების თანამედროვე სისტემების დანერგვაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტი განაგრძობს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას, რათა მიგრაციული მართვის სისტემა იყოს ეფექტური, თანამედროვე და სრულად პასუხობდეს გამოწვევებს.